მოგესალმებით ჩვენი YouTube არხის მაყურებლებო. დღეს ბატონი გელა ოფიციალურად იწყებს YouTubeრის კარიერას. ჩვენ მომზადებული გვაქვს კითხვები, რომლებიც ჯერ არასდროს არსად დასმულა. ბატონო გელა, მზად ხართ გულწრფელი პასუხებისთვის? მარიამ, ყოველთვის ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში გულწრფელი და რა თქმა უნდა დღეს მით უმეტეს აი ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი რამ და ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ვიყავი, ვარ და ვიქნები გულწრფელი. ძალიან კარგი, მადლობა პასუხისთვის. მე პირადად მინდა დაგისვათ ესეთი შეკითხვა. როდესაც სადმე მივდივართ, როდესაც თქვენ მიდიხართ, ძალიან ბევრი ხალხი ცდილობს თქვენთან მოსვლას, ფოტოების გადაღებას, ჩახუტებას, გიზიარებენ სიყვარულს, გამოხატავენ პატივისცემას. როგორ ახერხებთ, რომ იყოთ ყველა თაობისთვის ასეთი საყვარელი ადამიანი? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, მე ესე გიპასუხებ. ეს აქ არიან ახალგაზრდები ზიან და მე ახალგაზრდები მიყვარს და ვის არ უყვარს ახალგაზრდები. უბრალოდ არის ერთი რამ. როცა შენ როგორ გაიზარდე, იმაზეა დამოკიდებული ყველაფერი, ხო? მე ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ მილიარდელი მამა გასაღებს, რომ ჩაგაბარებს 30 წლის განმავლობაში, ვერასდროს ვერ მართავს კომპანიას. თუ მას გვერდზე არ ყავდა მისი შვილი და ის გზა არ აქვს გავლილი, რაც შენ გაიარე. უყურეთ როგორ არის. მე ხო პატარა ბიჭი ვიყავი და შრომა შეჩვეული ვიყავი. მე ძალიან დიდი გზა გავიარე, ხო? და წარმოიდგინეთ თქვენ, ყველა დღე მახსენდება. მახსენდება ის დღე, რომ თქვათ მქონდა, მახსენდება ის დღე, რომ არ მქონდა. და წარმოიდგინეთ, საერთოდ აი ბიბლიაში წერია, რომ რაც შესაძლებლობა გააქვს, აუცილებლად უნდა დაეხმარო მარტო ახალგაზრდებს კი არა. თუ გინდა რომ ღმერთმა მოგცეს, მაშინ უნდა გასცე. ეს არავის არ უნდა უმტკიცო შენ, ან არავისგან არ უნდა ელოდებოდე შენ უკან, რომ აი მე გეცი პატივი, ხო? და მე უკან არასდროს არ ველოდები მაგიერს. მაგრამ როგორ არის ისი პატარაობიდან ესე ვიყავი დღემდე. იმაზე მეტი მაგ გაკეთებული რაც დღეს ჩანს. მაგრამ ამას არსად არასდროს არ ვამბობდი. უბრალოდ ხო იცი, ასაკი გემატება, მერე გული წყდება ბევრ რაღაცაზე და მინდა რომ ყველა კარგად იყოს და რა თქმა უნდა ახალგაზრდებს უნდა მოეფერო მაქსიმუმ და თავი უნდა შეაყვარო, ხო? ადამიანი ერთჯერ ცხოვრობს, ხო? და ახლა ეს რამ გამოიწვია, ხო? ეს იმან გამოიწვია, რომ იქ სადაც ვიყავი, იქიდან მათეს ვთხოვდი, რომ აბა ჩადი, აბა ქენი, აბა აჩუქე, აბა რაღაცა და ბევრი რაღაცა გააკეთა თვითონ მათემაც, ხო? აი მათესაც პატარობიდან ამას ვასწავლიდი. დღესაც ვასწავლი და ზუსტად იმ გზას გადის მათე, რა გზას მე გავიარე, რა თქმა უნდა ის გზა ძალიან რთული იყო. იმას არ გადის, მაგრამ მაინც შედარებით გადის. პირველი არის მთავარი, რომ ადამიანს თავი შეაყვარო. ახლა რაც არ უნდა შეიცვალა მთლიანად სამყარო, რაც არ უნდა ადამიანს თავი შეაყვარო, მაინც გეტყვიან, რომ ალბათ შენ გჭირდებოდა. ახლა მე რაში მჭირდება, მაგალითს ვამბობ, ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ვეხმარებით, ხო? მაგრამ მჭირდება ის ხალხი. ზუსტად მჭირდება და ზუსტად მინდა იმ ადამიანებს უთხრა. მე ის ადამიანების ინვალიდის, ეტლია, მანქანა, საჩუქარია, ნებისმიერი რამე, რასაც ჩვენ უკეთებთ ადამიანებს, ეს აუცილებელია უნდა გავაკეთოთ და მე რა მერგება, ხო? მე ის მერგება, რომ ღმერთი მაძლევს. მაგათ რომ ვეხმარები, მე ღმერთი მაძლევს. მე რომ ყველაფერი, რასაც ვშოვლობ, ყველაფერი გადავინახო, ამდენს ვერ ვიშოვი, ამას ვერ გავაკეთებ, ღმერთი არ მომცემს. ესეთი გამონათქვამი არსებობს, რომ თუ იშოვი 1000 ლარს, 300 ლარი აი ამ ხალხზე უნდა დახარჯო და მთელი ჩემი ცხოვრება ესე მიკეთებია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ესეთი პასუხისთვის. შემდეგი ჩვენი კითხვა მოამზადა ჩვენმა გაყიდვების მენეჯერმა ბატონმა დავითმა. მადლობა მარიამ, მოგესალმებით ყველას. ბატონო გელა, მე მაქვს თქვენთან ასეთი შეკითხვა. მე ადრე გკითხეთ ეს ალბათ გახსოვთ და მინდა რომ თქვენი აზრი გაუზიაროთ ჩვენს აუდიტორიასაც. მანქანებში უკეთესად ერკვევით თუ ადამიანებში?
ეს ძალიან რთული კითხვა. ეს არ არის მარტივი კითხვა. უყური როგორ არის დათო ადამიანს დედამიწის ზურგზე ვერავინ ვერ ამოიცნობს. ეს ტყუილია. ვინმე მართქვას რომ მე რაღაცა სკოლა მაქვს გავლილი. თუ ვინმეს აქვს სკოლა გავლილი, მე მაქვს ესეთი სკოლა გავლილი ჯერ ადამიანები საქართველოში 1% არ იცის მე რა გზა მაქვს გავლილი და რა სკოლა მაქვს დამთავრებული თქვათ. მაგრამ ადამიანის ამოცნობა ძალიან რთულია და ძალიან ძნელია. გულში ადამიანს რა აქვს 100% ამას ვერავინ ვერ ამოიცნობს. მით უმეტეს ახლა ხო ხედავ ერთს გეუნება მეორეს აკეთებს. კბირდება და ტყუილია. ტყუილია, მაგრამ აი ეს ტყუილები უნდა დავივიწყოთ. თქვა და უნდა გადავიდეთ სიმართლეზე. მე დრო მოვიდა რაღაცნაირად. ადრე სულ სხვა დრო იყო. ადრე არ იყო ამდენი საჭირო რომ კაცის ამოცნობა. არა, კაცი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ჩვეულებრივად მუშაობდა და უფრო მეტი სინდისი იყო, ნამუსი იყო, ღირსება იყო. ახლა რას დავაბრალოთ ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი მაინც მე ვფიქრობ, რომ მაინც ეს უფრო წინ წავედით რა, უფრო განვითარდა ქვეყანა და რაც მეტი განვითარდა, მეტი ტყუილის თქმა ისწავლა თვითონ ხალხმა. რაც შეიძლება ავტომობილს მთელი ჩემი ცხოვრება ავტომობილს დაუკავშირე და ავტომობილი მე რო ვიცი ისე საქართველოში შეიძლება ორმა ადამიანმა არ იცოდეს. ის ახლა ვიღაცები ამბობენ მე ესეთი ვარ, მე ისეთი ვარ. მე ვიცი რეალურად რა არის ავტომობილი და ბიზნესიც ვიცი რეალურად რა არის ბიზნესი. დიდი მადლობა. მოკლედ ესე გეტყვი. ადამიანის ამოცნობა ძალიან რთულია დღეს. მე რო ადამიანის ამოცნობა გამიჭირდება წარმოიდგინე შენ. და ავტომობილი უფრო მარტივია ჩემთვის. დიდი მადლობა ამ შეკითხვის. ბატონო გელა, შემდეგი კითხვა მოგიმზადა ჩვენი გაყიდვების მენეჯერმა გიორგი. გამარჯობათ, მოგესალმებით. ბატონო გელა, მოვისმინეთ თქვენი ლაპარაკი და მინდა ასეთი შეკითხვა დაგისვათ. თქვენ ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებით, სხვა ადამიანები თუ გეხმარებიან თქვენ. მადლობა. უყურეთ როგორ არის. ზუსტად ესე გეტყვი, პასუხს ზუსტად ესე გაგცემ. მე ვისაც ვეხმარები, ისინი მე ყველა მეხმარება. მე ვისაც დავხმარებულ ვარ, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით 90%-ს ერთი 350 ძვირად ღირებული ოპერაცია მაქვს გიო გაკეთებული, მაგრამ მე თვალით შეიძლება ერთი მენახოს ან ორი. ჩათვალეთ 90% მე ვისაც ვეხმარები, ნანახი არ მაქვს, მაგრამ ისინი ყველა ერთად მე მლოცავენ. და ეს ლოცვის შედეგია ეს ყველაფერი, რომ მე კი არ მიმართლებს, ის უნდა გააკეთოს ზუსტად რაც არის. დაეხმარები, ისინი შენ ყველანი გეხმარებიან. ის ადამიანები, ვისაც შენ ეხმარები, ჩათვალე, როცა ესენი ეკლესიაში მიდიან, ყველანი ერთ სანთელს შენ სახელზე მაინც დაანთებენ და ეს არის ძალიან დიდი სტიმული, ძალიან დიდი დახმარება და ძალიან დიდი მოტივი. დიდი მადლობა. მადლობა. შემდეგი კითხვის ავტორი გახლავთ კახა. გელა, რა არის საქართველო და ქართველობა ზოგადად თქვენთვის? უყურეთ ახლა როგორ არის კახა. საქართველო იყო, არის და იქნება. საქართველო გელა ბარკალაიასთვისაც, კახასთვისაც, თქვენთვისაც ყველაფრის ერთნაირია. ერთნაირად გვიყვარს. ჩვენ საქართველოს გულისთვის საქართველოზე და უყურე როგორ არის. საქართველოზე ვინმე რო შეგვიგინოს, ხო? თავ შევაკლავთ, სადაც არ უნდა ვიყოთ. როცა კახა ესეთი გამონათქვამი არსებობს, რომ როცა მიწა რიგდებოდა, ეს საქართველოს მიწა ებრაელებმა თავისთვის დატოვეს. ესეთი გამონათქვამი არსებობს, რომ მოდიო ეს მიწაო ჩვენი იყოსო, მაგრამ დასახლდნენ ისრაელში, თქვათ, ხო? მაგრამ ესე ჩვენი იყოსო. მეორე ეს მისცეს ეს ტერიტორია საქართველოში არქვეს,
ქართველი ხალხი დასახლდა და საქართველოზე უკეთესი მიწა. უკეთესი განათლებული ხალხი. უკეთესი განათლებულს და კულტურულ ხალხს დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ. ახლა მე ვარ 30 წელია სოფლიო გამოფენის წევრი. აი, თქვენ როგორ ფიქრობთ? არის ორი ადამიანი არ არის იმდენი ნასიარულები მთელი სოფლიოს კრუგი მაქვს დარტყმული რამდენჯერ, ხო? მე კარგად ვიცი მთელი სოფლიო, ხო ვთქვათ, მაგრამ სადაც არ უნდა მიხვიდე და რო იტყვი ქართველი ვარო, სულ სხვა ადამიანი ხარ შენ ქართველი, ამაყი ხარ და ყოველთვის ყველაზე მაღლად გახარ. შეიძლება ქვეყანა იყოს, აი არ მინდა ახლა სახელი თქვა, არის 1, 2, 10, 100 ქვეყანა, საქართველოს ფასი შეიძლება კუნძული კონდეს. ერთი კუნძული კონდეს, მაგრამ შენ ქართველი როცა იქ ჩადიხარ, შენ ყოველთვის ასჩევ რომ მაღლად გახარ. ჩვენი ადათით, წესით, კულტურით, წარსულით და ყველაფრით. საქართველო გელაბანკალაიასთვის არის დედა, მამა, წყალი და ჰაერი და ყველაფერი. დიდი მადლობა. მადლობა. შემდეგი კითხვის ავტორი გახლავთ ზვიადი. ახალგაზრდები ტოვებენ საქართველოს. ეს ძალიან ზვიადი, ძალიან რთული კითხვაა. თუ ვინმეს აწუხებს, ეს მე მაწუხებს, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მე მინდა მთელ საქართველოს მოსახლეობას უთხრა. ახალგაზრდა, რომელიც ევროპაში წავა, უკან არც ერთი არ ბრუნდება, ისე ჩვენ რომ გვინდა. გასაგებია, ევროპაში განათლება მიღებული ძალიან კარგია, მაგრამ ჟიული შარტავას და იმ გმირებს არ მიუღიათ ევროპაში თქვათ განათლება, მაგრამ ქვეყანას მართავდნენ, ხო? ამიტომ ვამბობ, რომ გასაგებია ევროპაში განათლება კარგია მიიღო, მაგრამ იქაური განათლება მიღებული შენს ქვეყანას უნდა მოახმარო. მე ძალიან წყდება გული, რომ ახალგაზრდები მიდიან და მერე იქ რჩებიან. მე არ ვიცი ახლა ზოგი იმას ამბობს, ზოგი ამას ამბობს. მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ მე რომ მქონდეს საშუალება, უფრო მეტი საშუალება მქონდეს, მეტ ადამიანს დავასაქმებდი და არაფრით საზღვარგარეთ არ გავუშვებდი. მე ვიცი, აზიაც რა არის, ამერიკაც რა არის და ევროპაც რა არის. ამერიკაში ადამიანი, რომელიც წავა ახალგაზრდა, უკან სურვილი არ აქვს დაბრუნების. არის ევროპაში რო წავა ახალგაზრდა, სურვილი უკან დაბრუნების არ აქვს. ახლა რატომ შეკითხვა დაისმება, რატომ? იმიტომ რომ ევროპაში ორშაბათს რო გეტყვიან, ორშაბათია, სამშაბათს რო გეტყვიან, სამშაბათია, ხელფასი არის 6 საათზე, 6 საათზეა და არის კანონით მოქმედებენ, ერთი წუთი არც გამუშავებენ, არც დაგატოვებიებენ სამსახურს. ევროპაში უფრო ღირსეულად გრძნობენ ახალგაზრდები თავს და აქაც თქვენ როგორ ფიქრობთ, არ უნდათ საქართველოში რო იყვნენ? თქვათ და დაბრუნდნენ, მაგრამ აქ ხო რეკავენ. აბა რა ხდება? აბა ხელფასები როგორ არის? აბა რა არის და როცა უკვე ხედავენ რომ სამსახური ძალიან ძნელი საშოვია, მერე უკან არ ბრუნდებიან. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რამდენი ახალგაზრდა გოგონა გათხოვდა უცხოეთში, რამდენმა ბიჭმა მოიყვანა ცოლი და ეს არის მე რომელიც არ მომწონს და პირადად ჩემთვის მიუღებელია და მე მაქვს პროგრამა, მაგრამ ახლა ამის თქმის უფლებაც არ მაქვს, რომ ჩათვალე წელიწადში რომ ყველა უკან ჩამოვიდეს ისე რომ სახელმწიფო ერთი თეთრი არ დახარჯოს. მარი კიდე გავიმეორებ, მე პირადად ტყუილა ხო არ დავდივარ ამ სოფლიოს კრუგს, ტყუილა ხო არ ვურთხავ. მე მაქვს პროგრამა წელიწადში ყველა ქართველი, ყველა მარტო ახალგაზრდები კი არა, ყველა ქართველი სირბილით მოდიოდეს იქნება საქართველოში ისეთი პროგრამაა, სახელმწიფო ერთ თეთრს არ დახარჯავს. აი სახელმწიფო ერთ თეთრს არ დახარჯავს და ყმაყოფილი იქნება მთელი საქართველოს მოსახლეობა, რომელიც წასულია, აქეთ მოდიოდეს იქნება დაჩქარებული წესით.
დიდი მადლობა აი ამ შეკითხვისთვის და ყველას ვთხოვ, რომ რა ვიცი, ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და რა თქმა უნდა, სხვაებიც აკეთებენ და ასაქმებენ ამ ახალგაზრდებს, მაგრამ იცი თქვენ, რომ მაინც ევროპა ურჩევნიათ და რჩებიან. ხო, მაგრამ მე ხო ჩამოვედი. და ბევრი ადამიანია, ვისაც თქვენ ჩამოხვედით და ჩვენ ხვალ ზეგ ვანახებთ კიდევ რამდენი ჩამოვიყვანეთ ევროპიდან უკვე 3-4 დღეში განახებთ იურიდიული სამსახური როგორ დავაკომპლექტეთ და რამდენი გოგო ბიჭები ჩამოვიყვანეთ. კი ბატონო, ჩვენი მთავარი თემა. ბატონო გელა, ეხლა გადავიდეთ მნიშვნელოვან საკითხზე. მე შემოვინახე ბოლოსთვის ერთი შეკითხვა, რომელიც თქვენთვის ძალიან პრიორიტეტულია და ეს იციან ყველამ. ბიჭებმა, გოგოებმა და ყველა თანამშრომლმა, ყველა ადამიანმა, ვის თქვენ გიცნობთ. რა არის კაცობა? თუ შეიძლება რომ მე ვიცი და მოსმენილი მაქვს, მაგრამ მინდა რომ ყველამ გაიგოს. უყურეთ როგორ არის. დღეს თქვენ სადაც არ უნდა მიიხედოთ, ყველა კაცი ვარო იძახეს. თქვენ ვერ ნახავთ ისეთ კაცს, მე არა კაცი ვარო რო თქვას. ყველა კაცია, რა თქმა უნდა, მაგრამ ვინც იძახეს მე კაცი ვარო, ზუსტად ის არის არა კაცი. როცა შენ კაცი ხარ, ეს სხვამ უნდა თქვას, რომ შენ მაგარი კაცი ხარ, კარგი კაცი ხარ, საქმიანი კაცი ხარ და საქმის გამკეთებელი კაცი ხარ. აი ამ კაცობის ინსტიტუტი ნელ-ნელა საქართველოში ესე ქვევით ჩამოდეს. ჩვენ ყველაფერი, ჩვენმა თაობამ მაინც ახალი თაობა გვერდზე უნდა დავიყვანოთ და ეს კაცობის ინსტიტუტი უნდა წამოვწიოთ. კაცობის ინსტიტუტი ბიჭებო და გოგოებო რა არის? სინდისი, ნამუსი, ღირსება, ქვეყანა გიყვარდეს, იმუშავე, კარგი ოჯახი შექმენი. პირველ რიგში ბიჭებო, ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ კაცობის ნომერ პირველი ელემენტი არის ის, რომ კარგი ქართული ოჯახის შექმნა. თუ კარგი ქართული ოჯახი არ აქვს შექმნილი, მერე ჩვენ ახლა დაждები იქ, სადაც ორღობეზე და დაიწყებ, ახლა მე ესეთი ბიჭი ვარ და 7 ლიტრი ღვინო დავლიე, წუხეთ, ეს არავის არ უნდა. კაცობა არის სინდისი, ნამუსი, ღირსება და როგორც კაცი უნდა გაფასებდნენ. და ამის არც დიპლომია და არსად არ წერია, რომ ეს კარგი კაცია ან ეს ცუდი კაცია. ეს ვისაც უნდა იძახეს, მე კარგი კაცი ვარ და ცუდი კაცი ვარო, შენ ამას ვერსად ვერ გაიგებ მარ. მაგრამ თვითონ იცის ვინ არის კარგი და ვინ არის ცუდი და ყველა მინდა საქართველოში კარგი კაცი იყოს და კარგი ადამიანი იყოს. ახლა ზოგჯერ Facebook-ზე რაღაცას ჩვენ რეკლამას ვაკეთებთ, ხო თორე რა მინდა ახლა რაში მჭირდება ან Instagram-ი, ან Facebook-ი, ან სხვა რამე, ხო, მილიონი წელი მე ხო არ მჭირდება. მაგრამ ჩვენ რაღაცას რეკლამას ვუკეთებთ, ხო? და ახლა უყურეთ რა არის. ქალბატონო მარი, აი ადამიანი, რომელიც არ გიცნობს და ქალს ისეთ რამეს უწერს, რომ შეიძლება თავი ჩამოიკიდოს კაცმა. ან კაც ისეთ რამეს უწერს. ეს არის, როგორ გითხრათ იცი, ეს არის ღმერთისგან დაწყევლილი ადამიანი, რომც იცნობდე. ცუდი ადამიანიც რო იყოს, იმ ცუდ ადამიანს შეიძლება კარგი შვილი ყავდეს, ხო? ან სიძე ყავდეს, ან რძალი ყავდეს და ის როგორ ჩვენ ისე მუშაობს სადღაც, ხო და თავის თავს იპიარებს. და შენ როცა მას ისეთ რამეს უწერ, რომ მე ეს არის წასაშლელი და რამე, მე მინდა უთხრა მთელ საქართველოს მოსახლეობას. ამას აკეთებს გაუნათლებელი ადამიანი. აი ეს არის ზუსტად ბიჭებო და გოგოებო, ეს არის ზუსტად არაკაცური. თუ შენ ესეთი ვაშკაცი ბიჭი ხარ, ან ვაშკაცი ქალი ხარ, ხო? დაფარავს რაღაცას, თურმე აქ მეუნებიან ახლა ჩვენი ბიჭები, რომ რა ქვია? Fake account-ები. აი ზოგი კურდღელს დაახატავს, ზოგი ქათამს, ზოგი მამალს, ზოგი ინდაურს, ბიჭო. და ბიჭები ამბობენ, ვერ მომნახეთ ერთი ვინ დაწერაო, ხო? აი ზუსტად ეს ადამიანია ქათანი. და ზუსტად ეს ადამიანი არის არაკაცი, რომელიც მსგავს რამეს აკეთებს. საქართველოს მოსახლეობა ამ Instagram-ია თუ ეს Facebook-ია, TikTok-ი ერთმანეთს გადაკიდა. მე მინდა ვთხოვო ყველას, რატომ არ გიმართლებთ იმ ხალხს? არასდროს არ გაგიმართლებთ. თუ შენ რამე პრეტენზია გაქვს მარისთან, მიდი და მარის ელაპარაკე. თუ კახასთან გაქვს პრეტენზია, მიდი და კახას ელაპარაკე. რა შუაში აქ წერა
და ლანძღვა იმ Facebook-ზე. თანაც არაჩენ ვინ ხარ, ხო? ეს ახლა ამიხსნეს აქ და ძალიან გაბრაზებული ვარ ამაზე. აი ზუსტად მაგ კაცს ქვია ერთ გადაცემაზე დამისვეს ზვიადი შეკითხვა რომ რა არისო ვირთხა? ესაა ვირთხა მეტი არაფერია. აბა ბიჭო კაცს არ იცნობდა ლანძღა ვინ მოგცა შენ ამის უგნება. თუ შენ კაცი ხარ, აი ეს არის კაცი და არა კაცი. შენ თუ კაცი ხარ, მიდი და პასუხი მოთხოვე შენებურად. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გელა. მე მგონი კარგი გამოვიდა ჩვენი გადაცემა, რა სიტყვით. ჩვენ კითხვები დავამთავრეთ და ეხლა ყველაზე მთავარი გამოვხევით ბატონო გელა. მოკლედ ჩვენ გადავწყვიტეთ, რადგან დავაარსეთ YouTube არხი, გადავწყვიტეთ რომ 100,000 გამომწერზე თუ დაალაიქებთ და გამოგვიწერთ და ავალთ 100,000-ზე არ მოგესმათ ბატონი გელა გაათამაშებს რას? ამას მე ვერ ვიტყვი, თქვენ უნდა. აი როგორ იქნება მარი მითხარი როცა ავალთ ეს თქვენი პრეროგატივაა თქვენიცით ხო? 100,000-ზე რო ავალთ. კი, რო გამოგვიწერს 100,000 ადამიანი, მე აი იმ ადამიანებში გათამაშდება ხო? ხო, იმ ადამიანებში გათამაშდება. აი იმ ადამიანებში და რა გათამაშდება? გათამაშდება უბრალოდ ჯეტური. აი ჯეტური გათამაშდება მთელი საქართველოს და ნახევარი მსოფლიო ამას გაიგეს და მე მინდა ერთი რამ მარი დრო მინდა გამოვიყენო რისთვის იცი მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს მოსახლეობას მე მინდა დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ვინც ემიგრაციაში არიან აი როგორ არის იცი რომ რამდენი მწერს რომ რამენაირად ჩვილი დამისაქმე რამდენაირად რაღაცა და მილიონობით არიან საქართველოსდან წასულები და მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მე კაცად უფრო თავი მაშინ ვიგზენი, მათემ როცა ცოლი შეირთო, მე არ ვიცი, ერთმა მილიონმა ადამიანმა მომწერა. ერთმა მილიონმა ადამიანმა მომილოცა და მე როგორ შეიძლება ახლა ვიღაცას დახმარება ჭირდებოდეს და შემეძლოს და არ დავეხმარო. მე მინდა კიდევ გამოვიყენო ერთ წუთიანი დრო და მე მინდა თელ საპატრულო სამსახურს დიდი მადლობა გადაუხადო. აი უყურე რა არის ზოგი ისა ერთმა გიორგი ადექიჭებო უყურე როგორ არის ერთმა ადამიანმა ესეთი შეკითხვა დამისვა ერთ დღეს რომ რა არისო დაწერილი და დაუწერელი კანონი. აი უყურე რა არის დაუწერელი კანონი რომელიც ალბათ ნახევარ მსოფლიოს აინტერესებს. ერთ-ერთი დაუწერელი კანონი არის ეს. როცა მათემ ცოლი შეირთო, მივდიოდით აეროპორტში, ხო? და რომ მივედით აეროპორტში, ბიჭებმა თხოვეს რომ მოდიო აეროპორტის წინ 2 წუთი მანქანები დაგვაყენებიო რომ ციცე პატარძებს ხვდებითო. აი მე არ ვიცი ახლა. პატრულის ბიჭებმა მანქანები თავიანთი მანქანები აეროპორტში გაწიეს გამოწიეს ეს მანქანები დააყენებიეს ციცე პატარძალი ჩამოვიდა და გაგვაცილეს აქითაც გამოგვაცილეს რაღაცა და სულ ისა გულოცავდნენ და სულ მათეს ულოცავდნენ მე მინდა იგივე მოხდა ბაკურიანში ბაკურიანის პატრონს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბორჯომის ბათუმის ქუთაისის გუშინ ძალიან მაგრად მოგვიფერენ და თლიანად თელი საქართველოს პატრულის ბიჭებს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თავის ხელმძღვანელთან ერთად რაც ეს არის დაუწერელი კანონი ახლა რა დაარღვიეს ხო არაფერი არ დაარღვიეს უბრალოდ ეს არის სინდისი ნამუსი და ღირსება არის ეს ღირსეული ადამიანები მუშაობენ და ახლა კაცმა ცოლი შეირთო და პრობლემას ხო არ შეგიქმნის მიდი ცოტა მიიწია ცოტა მოიწია და ყველა ერთად გაგვამხიარულა და აი ეს მათქმევია ეს არის დაუწერელი კანონი დღეს დღევანდელი დღისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ეს YouTube არხი თქვენ ნახავთ ჩვენ სტუდიას ძალიან მალე ეს YouTube არხი დღეს შეიქმნა იმიტომ რომ ეს საქმეს ჭირდება დღეს პირველად GB TV აგერ GB TV მარი გაიკეთა აგერ ბიჭებს ყველას აქვს გაკეთებული და
დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ზეგ როცა ქუთაისის ცენტრი გაიხსნება, ყველანი ერთად გავემგზავრებით და კიდევ მათე მოტორს ერთ წინ გადადგმულ ნაბის მოულოცა. მე პირადად დიდი მადლობა მინდა ქალბატონო მარი გადაგიხადო. აი ეს არის განათლება, ეს არის საქმის ცოდნა და ხო ხედავ ახალგაზრდებს ჩვენ როგორ ვასწავლით ამას. ბიჭებო, მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და მე მინდა თქვენ გამზრდელ დედ მამას ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ და იცოდეთ რომ მე მზად ვარ ნებისმიერი ახალგაზრდისთვის რომ რაღაცნაირად მოვეფერო და ახლა დღეს მარის ვეუბნებოდი რომ გუშინ ქუთაისში დაგვესწია პატარა ბავშვები და რა გინდა ახლა უცებ ქუჩაში რომ ვაჩუქო ხო? აწიქე მაინც ემბლემა გვექნება და ემბლემას ვაჩუქებ და მე ემბლემასაც გავათამაშებ. აუცილებლად ყველაფერს ვათამაშებთ. აბა წარმატებები და დიდი მადლობა და კიდევ ერთჯერ მინდა მთელ საქართველოს მოსახლეობას დიდი მადლობა გადაუხადო აი ამ მოლოცვისთვის და აი ამ პატივცემისთვის, ამ ყურადღებისთვის და აი ამ უცხოეთში წასულ ჩვენს დევსა და ძმებს, ემიგრანტებს. გისურვებთ წარმატებას. წარმატებები გავაგიწერეთ.